მოსკოვი ჩაბნელდა. და ამას პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ 2000-ზე მეტი დრონი გაუშვა რუსეთის დედაქალაქისკენ. და შედეგი ის არის, რასაც ვლადიმირ პუტინი ნამდვილად არ ელოდა საკუთარი ქალაქის ცაზე. რუსი პოლიტიკოსები ახლა უკვე ღიად გამოდიან მის წინააღმდეგ. ზოგიერთი კი ქვეყანასაც ტოვებს. და ახლა რუსი ოლიგარქები მილიარდობით დოლარის ქონებას რუსეთიდან გააქვთ ისეთი მასშტაბით, რომ ეს უკვე გამოიწვია საფონდო ბირჟის კრახი, რაც რუსეთს 1997 წლის შემდეგ არ უნახავს. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინული ლიკვიდაციის ჯგუფები ჩუმად მოქმედებენ რუსეთის შიგნით და ასრულებენ მისიებს, რომლებსაც კრემლი ვერ უშლის ხელს. ასე რომ, პუტინი თავის ბუნკერში შეშინებული ცხოვრობს. მას ფრონტის ხაზებიდანაც კი კარგი ამბები არ მიუღია. რუსეთი რეაქტიულ და სხვა ტიპის თვითმფრინავებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ კრემლი ამას ვერ ხსნის. და სულ ახლახანს მთელი რუსული ბატალიონი უკრაინელების მახეში გაება და ადგილზე დანებება მოუწიათ. ამ ვიდეოში მინდა აგიხსნათ, რა ხდება ამჟამად. დრონები, ოლიგარქები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, საფონდო ბირჟის კრახი. და რა თქმა უნდა, რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ გააფრთხილა მსოფლიო პუტინის შესახებ. ეს არის ადამიანი, რომელმაც რეალურად პუტინთან ერთად იმუშავა, როცა ის პრეზიდენტი იყო 2000-დან 2004 წლამდე. და ეხლა ის ყველას აფრთხილებს პუტინზე და იმაზე თუ სად მიიყვანს რუსეთს. როგორც იცით, ჩემი სახელია სემ და თქვენ უყურებთ გადაცემას ბიზნესის საფუძვლები. მართლა მინდა რომ ამ რუსი პრემიერ-მინისტრის ამბავი გაგიზიაროთ, რადგან ეს არის ყველაზე შოკის მომგვრელი ამბავი, რაც ბოლო დროს მომისმენია. მაგრამ მანამდე უნდა გავაშუქოთ ყველაზე დიდი ამბავი, რომელიც მოსკოვიდან მოდის. ეს დაკავშირებულია დრონებთან. მოსკოვის პანორამა, რა თქმა უნდა, კარგად არ გამოიყურება თუ უკრაინელი არ ხარ. და თუ გვინდა გავიგოთ, რატო პანიკობენ ოლიგარქები, რატო ალაგებენ ბარკს, უნდა გავიგოთ რა მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. ამიტომ, რასაც ახლა თქვენს ეკრანზე ხედავთ, ეს არის მოსკოვის ხედი 2 ღამის წინ. იგივე მოხდა გუშინ ღამეც. 3 დღეში უკრაინამ 2-ჯერ გაანადგურა მოსკოვი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია სათქმელად. მე ეჭვება პუტინს ეს ეგონა, როცა ეს ომი დაიწყო. და აი ესე გამოიყურებოდა მოსკოვი თუ აეროპორტში გამოხვიდოდი. შეხედეთ. შეხედეთ ამას. ის უცნაურია, თითქოს აპოკალიფსი უნდა მოხდეს. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასე არ არის. ეს უკრაინული დრონის იერიშია და ის ჯერ კიდევ გრძელდება, სანამ ამას უყურებთ. ასე რომ თითოეულ იერიშს ცალ-ცალკე განვიხილავთ. მოდით პირველი იერიშს შევხედოთ. და აი რა გაანადგურა უკრაინამ პირველივე იერიშში, რომელიც მე-18 ივლისს მოხდა. ჯერ გაანადგურეს Wildberries-ის ლოგისტიკური hub. ეხლა Wildberries რაღაცით რუსულ Amazon-ს გავს, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მათ გაანადგურეს hub-ი ტამბოვის რეგიონში. და მათ გაანადგურეს ნავთობის საწავი მოსკოვის რეგიონში. შემდეგ კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი მოსკოვის რეგიონში. და რა თქმა უნდა, ამას არ ვუთვლით ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, რომელსაც უკრაინა აზიანებს შავ და აზოვის ზღვებში. ეხლა, თქვენგან ზოგიერთ შეიძლება გაუკვირდეს, რატომ ესმის უკრაინა თავს რუსულ Amazon-ს. და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან ამან დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ბევრი რუსეთის მხარდამჭერი ამბობს, რომ უკრაინა ეხლა სამოქალაქო ბიზნესებს ესხმის თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს ტკივილი აგრძნობინოს. თუმცა ეს ზუსტად ასე არ არის. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ნება მომეცით გაჩვენოთ კადრები, რომლებიც ამ დარტყმის შემდეგ გავცელდა, რათა ზუსტად გაიგოთ რა ძალა გამოიყენა უკრაინამ ამ დარტყმისთვის. შემდეგ კი შეგვიძლია ვისაუბროთ, რატომ მიიჩნევს უკრაინა ამ დარტყმას ასეთ მნიშვნელოვნად. აი კადრები, რომლებზეც გვინდა რეაგირება მოახდინოთ. გვაქვს ახალი მოწყობილობა და გვექნება ახალი რეაქციები. ეს არის ის მომენტი, როდესაც მე-18 ივლისს საწყობზე პირველი დარტყმა განხორციელდა. შეხედეთ. ეს არის უკრაინული ჩვენ გვაქვს ეს კამერები. ეს არის უკრაინული დრონი. სხვა რაკურსებიც გვაქვს. ეხლა, ეს იყო უზარმაზარი საწყობი. თუ თქვენ ოდესმე გინახავთ Amazon-ის საწყობი, ეს უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი Amazon-ის საწყობები, რომლებიც აქ, შეერთებულ შტატებშია. და პრაქტიკულად მთელი აღჭურვილობა, ან როგორ დავარქვათ ამას, საწყობში არსებული მთელი საქონელი განადგურებული იყო. ამაზე ახლა ვისაუბრებთ, რადგან ეს უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემას ქმნის. არა მხოლოდ Wildberries-ისთვის, არამედ რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც. ეხლა, როგორც უკვე ვახსენე, პირველი დარტყმა Wildberries 2 საწყობზე 18 ივლისს განხორციელდა.
ანუ დაახლოებით 3 დღის წინ. და შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა გუშინვე მოხდა Wildberries-ის სხვა საწყობში ან ლოგისტიკურ ჰაბში. ვფიქრობ ეს სახელები ერთმანეთის შემცვლელია, მაგრამ შეხედეთ. გუშინ ღამე მოსკოვში ძალიან აქტიური იყო, რადგან მხოლოდ ერთი ბინიდან შეიძლებოდა გენახათ ყველაფერი, რასაც უკრაინა 3 სხვადასხვა ადგილას აკეთებდა. შეხედეთ. იქ რაღაცა იწვის. და იქაც რაღაცა დომოდოდოვოსთან ახლოს. იქაც დომოდოდოვოს. მოდით ვისაუბროთ ამ დარტყმებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე, რადგან ბევრი რუსი და რუსეთის მხარდამჭერი ამბობს, რომ უკრაინა ახლა უბრალოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს და სამოქალაქო ობიექტებს უტევს რუსეთის შიგნით, რაც ომის დანაშაულია. მაგრამ რეალურად ეს სულად სიმართლე არ არის, რადგან Wildberry უბრალოდ ონლაინ მაღაზია არ არის, რომელსაც რუსები მხოლოდ სასურსათო პროდუქტების შესაძენად იყენებენ. მას ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის სამხედროებთან. შეხედეთ ამ სკრინშოტს Wildberries ვებგვერდიდან. რას ხედავთ აქ? ეს არის სკრინშოტი იმისა, რაც ამჟამად იყიდება Wildberries-ზე. ბომბების ჩამოსადდების სისტემები ხუმბარებიდან, სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა, დრონების კომპონენტები, საბრძოლო ეკიპირება, ეს ყველაფერი იყიდება და რუსები რეალურად ყიდულობენ და გზავნიან ფრონტის ხაზზე. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოხალისე, ვინც კი უნდა დაეხმაროს ჯარს ფრონტის ხაზზე, რუს ჯარს, შეუძლია ეს ნივთები Wildberries-ზე იყიდოს და პირდაპირ გაგზავნოს, დაეხმაროს ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარს. ეს ნამდვილად არ გავს სამოქალაქო დანიშნულების ნივთებს, მაგრამ ნუ დამიჯერებთ მხოლოდ მე. საბოლოო ჯამში მე ხო უბრალოდ პრო-უკრაინელი ვარ, არა? მოდით მოусმინოთ პრო-რუს ომის ბლოგერებს და ვნახოთ, რას ამბობენ ისინი ამ დარტყმაზე. აი მესიჯი პრო-რუსი ომის ბლოგერისგან, რომელიც ამბობს, რომ Wildberries-ზე დიდი რაოდენობით სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელი იყიდება. მოხალისეები ხშირად ყიდულობენ იქ შესაბამის და აუცილებელ მარაგებს საბრძოლო ოპერაციებისთვის. ასე რომ საწყობზე დარტყმა სერიოზულ ზიანს მიატენებს ფრონტის ლოგისტიკას და მოხალისეთა მოძრაობასაც. ეს არის შედეგი. ეხლა მინდა ცოტა დრო დაუთმო ამ დარტყმის კანონიერებაზე საუბარს. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს თქვენთან მოუნდება კამათი, იყო ეს კანონიერი თუ არა. არ ვიცი რატო უნდა დაობობდეთ ვინმესთან, ვინც რუსეთის მხარეს უჭერს მხარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მხოლოდ ეს აღიარებაც კი ამტკიცებს, რომ Wildberry იყო ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. უკრაინას არ სჭირდება დაამტკიცოს, რომ ამ საწყობში ყოველი ყუთი სამხედრო ყუთი იყო, ან შეიცავდა საბრძოლო მასალას. მათ მხოლოდ ის უნდა დაამტკიცონ, რომ ეს ადგილი, ან ეს ლოგისტიკური ჰაბი, სამხედრო საქმიანობას ემსახურებოდა. ის სამხედრო ლოგისტიკას ემსახურებოდა. და თუ ეს იციან, ხომ იცით რა ხდება? საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს მას ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ეს არის იურიდიული არგუმენტი. მაგრამ ეხლა მოდით მორალურ არგუმენტზე ვისაუბროთ. მორალური თვალსაზრისით არის ერთი გარემოება, რომელსაც ბევრი ადამიანი ავიწყდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში, შეიძლება 5-იც კი, რუსეთი ესხმის თავს უკრაინულ საწყობებს, უკრაინულ ონლაინ მაღაზიებს, უკრაინულ ლოგისტიკურ კომპანიებს, ყველაფერს, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. და ყოველ ჯერზე რუსეთის გამართლება ერთნაირია. ისინი ამბობენ: აი ეს კომპანია, ეს ადგილი, ეს საწყობი, ისინი თანამშრომლობდნენ უკრაინის სამხედროებთან. ისინი ეხმარებოდნენ უკრაინის სამხედრო მოქმედებებს. ამიტომაც იყვნენ ისინი ლეგიტიმური სამიზნეები. ამას ამბობდა რუსეთი მთელი ამ დროის განმავლობაში თავიანთი დარტყმების შემდეგ. და გამოიცანით რა. ეხლა უკრაინა უბრალოდ მათ საკუთარ წამალს ასმევს. და უცებ რუსებს აღარ მოსდონთ საკუთარი წამლის გემო, რადგან ეხლა ისინი ომის დანაშაულებზე ჩივიან. რეალურად კი ეს საქმე ომის დანაშაულთან ყველაზე შორსაა. და გამოიცანით რა. იმის გარდა რომ ეს ფრონტის ხაზზე რუსული მოქმედებებისთვის ტაქტიკური დარტყმაა, ეს ასევე იწვევს შიდა პრობლემებს, შიდა ეკონომიკურ პრობლემებს ბევრი რუსისთვის. და აგიხსნით რას გულისხმობ. მოусმინეთ ამ ჩანაწერს. ეს არის რუსი მოვაჭრე, რომელიც ხსნის კონკრეტულ დეტალებს, რომლებიც დამალული იყო Wildberries კონტრაქტებში. კონტრაქტში, რომელიც Wildberry-მ შეცვალა ამ დარტყმამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე. თითქოს იცოდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა და უბრალოდ სურდათ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეხლა კი რუსი მოვაჭრეები ზარალდებიან. მოусმინეთ. ახლახან ჩამოვფრინდის სოჭის მშვენიერ ქალაქში და უკვე ვიღებ ცნობებს, რომ Wildberries საწყობი აფეთქდა ნაწილებად. არა მხოლოდ ერთი, რამდენიმე მათგანი. შევდივარ WB Partners-ში და რას ხედავ? ჩემი მარაგი ნულზეა. შემდეგ კიდევ ერთ შეტყობინებას ვიღებ, სადაც წერია, რომ Wildberry არ აუნაზღაურებს გამყიდველებს დაკარგულ საქონელს, თუ კი რამე მოხდება კომპანიის ბრალეულობით. მხოლოდ ერთ პროდუქტზე 800,000 რუბლი დავკარგეთ და ასეთი დაახლოებით 30 გვერდი გქონდა. მართლა მაინტერესებს, ასეთ სიტუაციაში რას უნდა აკეთებდე? და საუკეთესო ნაწილი? Wildberry-მ უბრალოდ გვითხრა, არა ბოდიში წადით, ეს სრულიად აუტანელია. ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ არ მერჩივნა ბიზნესის კეთება, ან სადმე სხვაგან მეკეთებინა. ამავე დროს Wildberry ყიდულობს კოსმოსურ პროექტებს, ყიდულობს დედამოთკნულ ვეშაპებს წყნარ ოკეანეში, მაგრამ საკუთარ გამყიდველებს ამ ზარალისთვის კომპენსაციას ვერ უხდის. შესანიშნავია, უბრალოდ დედამოთკნულად მაგარია. მადლობა Wildberry, უბრალოდ გააჯვით. უბრალოდ დახურეთ თქვენი დედამოთკნული პლატფორმა. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც ჩემი დედა ამას ისურვებდა. სინამდვილეში მე იურისტი არ ვარ და ნამდვილად ვერ ვიგებ რუსულ კანონებს.
მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ არის კარგი რეპორტაჟი, რომელიც ზუსტად ხსნის, რა გავლენა ექნება ამ დარტყმას Wildberries-ზე მომუშავე რუს გამყიდველებზე. რუსები, რომლებმაც მილიონობით რუბლი ჩადეს თავიანთ ბიზნესში და პროდუქცია ამ ადგილებში ჰქონდათ შენახული. ნახეთ ეს რეპორტაჟი. უკრაინული დრონების მიერ მოსკოვთან ახლოს Wildberries 2 უზარმაზარი საწყობის განადგურება რუსული ეკონომიკისთვის უდიდესი კატასტროფაა, რომელიც ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე სათაურებში ნახსენები 1.2 მილიარდი დოლარის საქონლის დაკარგვა. აი რატო? მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Wildberries შეძლებს თავისი ორი უდიდესი საწყობის დაკარგვის გადატანას, მას აღარ მოუწევს გამყიდველებისთვის ზარალის ანაზღაურება. რადგან სულ ახლახან უარი თქვა მტრის ქმედებებით გამოწვეული ზარალის პასუხისმგებლობაზე, დარტყმის გავლენა ფართო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი იქნება. და როგორც ერთი წუთის წინ ვახსენე, მათ კონტრაქტი 10 დღის წინ შეცვალეს. რა დროული დამთხოვა. თუმცა Wildberries ხშირად რუსულ Amazon-ს უწოდებენ. მაგრამ მას რუსულ ეკონომიკაში ბევრად უფრო დომინანტური როლი აქვს, ვიდრე Amazon-ს დასავლეთის ეკონომიკებში. მას შემდეგ რაც ის 2004 წელს დაარსდა, Wildberries-ი რუსული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სტრუქტურულად მნიშვნელოვან კომპანიად იქცა. Wildberries-ი და მისი კონკურენტი Ozon-ი აკონტროლებენ რუსეთის ელექტრონული კომერციის ბაზრის 67%-ს, საიდანაც Wildberries-ის წილი მარტო 45%-ია. უკრაინის დრონების თავდასხმებმა კომპანიის წარმატების გულში მის უზარმაზარ საწყობებში დაარტყა. ელექტროშოკური სტილის თავდასხმაში შაბათს Wildberries-მა შესაძლოა დაკარგა 350,000 კვადრატული მეტრი ლოგისტიკური შესაძლებლობა. ეხლა ადამიანის გონება რეალურად ვერ აღიქვამს 350,000 კვადრატულ მეტრს, მაგრამ ეს დაახლოებით 50 საფეხბურთო მოედანია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლახან დასრულდა. იმედია თქვენ შეძლებთ წარმოიდგინოთ 50 საფეხბურთო მოედანი დაახლოებით. ეს არის ის, რაც განადგურდა მხოლოდ ამ ერთ ლოკაციაში. კიდევ ორი ლოკაცია. მხოლოდ ამ ლოკაციამ შეადგინა კომპანიის საწყობის მთლიანი ფართობის 7-დან 15%-მდე. ანუ მთელი კომპანიის საწყობის ფართობი ერთ დარტყმაში განადგურდა. დაამატეთ კიდევ 200,000 კვადრატული მეტრი სხვა ლოკაციაზე. და რა თქმა უნდა, ეს ანგარიში გამოქვეყნდა 19 ივლისს, ანუ ერთი დღით ადრე, ვიდრე მეორე დარტყმა მოხდა გუშინ. და იმ დარტყმამაც გაანადგურა კიდევ ერთი საწყობი, რომელსაც ასევე ჰქონდა რამდენიმე 100,000 კვადრატული მეტრი საწყობის ტევადობა. სავარაუდოდ მისი ნაწილი განადგურდა, მაგრამ არა მთლიანად. ეს ნიშნავს, რომ ასობით მილიონი ცალკეული ნივთი, სავარაუდოდ, განადგურდა იმ თავდასხმაში, რამაც უზარმაზარი ზარალი მიაყენა მოვაჭრეებს და სავარაუდოდ ბევრი მათგანი ბიზნესიდან გააძევა. მილიარდობით რუბლი კატინდვებიდან და შემოსავლის გადასახადებიდან სავარაუდოდ დაიკარგება სახელმწიფოსთვის ამ დარტყმის შედეგად. ასევე რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე ზემოქმედებაც სავარაუდოდ მძიმე იქნება. Wildberries და Ozon ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ორმაგი დანიშნულების მასალებისა და არალეტალური მარაგების მიწოდების მთავარ არხებად იქცნენ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებისთვის. ეს მოიცავს დრონებს, სათადარიგო ნაწილებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, ჩექმებს, უნიფორმებს, გენერატორებს და ასე შემდეგ. კომპანიასაც დიდი დრო დასჭირდება აღსადგენად. მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე მისი საწყობი 2024 წლის იანვარში ხანძარმა გაანადგურა, აღდგენას 1 წელიწადი და ნახევარი დასჭირდა. ამჯერად ნგრევა უფრო მძიმე და ფართომასშტაბიანია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ სატყობებზე შეტევა ომს არ დაასრულებს, მაგრამ რუსებს ბრძოლას გაურთულებს. და უდავოდ ეს გაზრდის ხალხის უკმაყოფილებას და კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე არსებულ სურვილს, რომ ბრძოლა მალე დასრულდეს. და აბა, დამოიცანით, რაც შეეხება გაკოტრებებს. რუსეთში გაკოტრებების რაოდების რაოდენობა უკვე იზრდება ეკონომიკური მდგომარეობის, ინფლაციისა და იმ ახალი გადასახადების გამო, რომელსაც პუტინი აწესებს. და ამ თავდასხმამ ფაქტობრივად გამოიწვია ის, რომ ხალხი საჯაროდ აღიარებს, რომ მათ გაკოტრების გამოცხადება უწევთ იმის გამო, რაც ახლა მოხდა. უბრალოდ ვტირი. ჯანდაბა საოცარია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ნახეთ, მე უმართავ ბიზნესს. მე მცირე ბიზნესის მფლობელი ვარ. ჰო, უკვე 4 წელია ვცდილობ ბიზნესის მართვას. 4 წელი ვცდილობდი ფულის შევნას. და ყველაფერს გაუძელი. წელს ჩემი ფიზიკური მაღაზია დავხურე. დავბრუნდი ჩემს ძველ ქალაქში. მოსკოვიდან წამოვედი. გადავრჩი უამრავ ფულადი ნაკადის პრობლემას, საგადასახადო ვალებს, ყველაფერს. ჩემი სეზონური საქონელი საბაჟოზე 1 თვე და ნახევარი იყო გაჩერებული. ზუსტად სეზონზე და მერე რა. ეხლა საწყობი იწვის, სადაც მილიონების გირებულების საქონელი მაქვს. და 10 დღის წინ Wildberries-მა ახალი პირობები შემოიტანა და რა თქმა უნდა, ყველა გვაიძულა ხელი მოგვეწერა, სადაც წერია, რომ დრონების თავდასხმები დაზღვევით არ ფარავს. შესაბამისად, არავის გადაუხდიან არც ერთ თეთრს. უდიდესი რაოდენობის კვადრატული მეტრებია, რაც მთლიანად დაიცვა. რა თქმა უნდა, ყველას გვეთქვიან, რომ არც ერთი საქონელი არ გადარჩა. არ ვიცი, რას გავაკეთებ. მანქანა გავტიდო, ჩემი ბინაც, არ ვიცი. ჯანდაბა მართლა დავიღალე ამ ყველაფრით. ძალიან ცუდად ვარ. ეხლა ეს გვაბუნებს იმ ისტორიასთან, რომელიც ვიდეოს დასაწყისში დაგბირდით. რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები ყველაფერს აკურდებიან და ჩუმად გამოაქვთ თავიანთი ფული, რადგან ხედავენ რა ხდება და იციან, რას გააკეთებს შემდეგ პუტინი.
იმ ყველა პრობლემის გამო, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, პუტინი სხვების ფულს მიადგება, რადგან მას ომის გასაგრძელებლად დაფინანსება სჭირდება. სწორედ ამიტომ გამოაქვთ ისინი თავიანთი ფული. ეხლა, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება. ერთი რამ, რაც არასდროს მომწონდა YouTube-ზე, არის ის, როცა შემქმნელები ამბობენ, გთხოვთ მხარი დაუჭირეთ არხს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს გაძლევენ. მეც გამიკეთებია ეს, ამიტომ ვიცი რომ არასწორია. და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს არასწორია. სწორედ ამიტომ შევქმნით Basics Insider. თუ წევრი გახდებით, თქვენ უბრალოდ არხს არ უჭერთ მხარს, არამედ რეალურად იღებთ რაღაც ღირებულ სანაცვლოდ. ობოლდეურად თვირთავთ ექსკლუზიურ ვიდეოებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არ ჩნდება, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ ვერ ვაფრენებთ მათ აქ. ბევრად უფრო ღრმად უღმავდებით იმ ისტორიებს, რომლებსაც ვაშუქებთ. ჩვენ მეტ დროს უთმობთ დეტალებს, რომლებიც ამ ვიდეოებში ვერ ეტევა და რა თქმა უნდა, იმ დეტალებსაც, რომლებიც ალგორითმს არ მოსწონს. და ამას გარდა ჩვენ ვიწვევთ გამოცდილ სამხედრო ვეტერანებს, როგორიცაა Chuck Farry, რომ გაანალიზონ ფრონტის ხაზის კადრები, აგვიხსნან რა ხდება სინამდვილეში და განვასხვაოთ ფაქტები პროპაგანდისგან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც Basics Insider-ში გვაქვს, ისაა, რომ ალგორითმზე ნამდვილად არ გვიწევს ფიქრი, რადგან რეკლამებით არ ვფინანსდებით. ასე რომ არ ვჭირდება ვიფიქროთ იმაზე, ალგორითმი ჩვენს კონტენტს გაავრცელებს თუ არა. ჩვენ შეგვიძლია გავაშუქოთ ისეთი ამბები, რომლებსაც სხვაგვარად არ გავაშუქებდით, რადგან რეკლამ დამფინანსებლებზე არ ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს არის ცენზურის გარეშე გაფართოებული გაშუქება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ამ კონფლიქტების არსის გაგება სათაურებს მიღმა. და რა თქმა უნდა, არ მალავ იმასაც, რომ თქვენი წევრობა ჩვენს გვეხმარება. რეალობა ისაა, რომ YouTube-ის ალგორითმი მუდმივად იცვლება. რეკლამიდან შემოსავალი ხან იზრდება, ხან იკლებს. ვიდეოებს ერთ დღეს გირჩევენ, მეორე დღეს კი ქრება. ამიტომ წევრების საზოგადოების შექმნა ნიშნავს, რომ შეგვიძლია დამოუკიდებელი გაშუქების გაგრძელება ისე, რომ მთლიანად ალგორითმზე არ ვიყოთ დამოკიდებული. თუ უფრო სიღრმისეულ ანალიზში ხარ დაინტერესებული და გინდა დაგვეხმარო ამ საქმის გაგრძელებაში, დააწყაპე ქვემოთ მოცემულ ღილაკზე შეერთება. ან ეწვიე basicsinsider.com-ს. სხვათა შორის, თუ თქვენ იტანებთ YouTube-ის აპლიკაციას თქვენს iPhone-ზე ან Android-ზე, ფასი უფრო მაღალია, რადგან App Store-ს თავისი საკომისიო აქვს. თუ არ გსურთ ამ ფასის გადახდა, შეგიძლიათ ჩვენს არხზე შეხვიდეთ ბრაუზერით, თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ძალიან გაგვიხარდება თქვენი შემოერთება და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეხლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს ვიდეოს. ხედავთ, როცა ოლიგარქები რუსეთიდან ქონებას გააქვთ, ამის შედეგად რუსული საფონდო ბირჟა ბოლოთაობაში ყველაზე მძიმედ დაეცა. მოდი სანამ ოლიგარქებზე ვისაუბრებ, გიჩვენებთ როგორ გამოიყურება საფონდო ბირჟა. აი ეს ანგარიში. რუსეთის საფონდო ბირჟამ ახლახან დააფიქსირა ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ვარდნა 1997 წლის შემდეგ. ეს იმაზე ადრე იყო, ვიდრე მე დავიბადებოდი. მოსკოვის ბირჟის ინდექსი, რომელიც რუსეთის 46 უმსხვილეს საჯაროდ ვაჭრებად კომპანიას აკვირდება, ამ კვირაში 9%-ით დაეცა და 1900 ქულას მიაღწია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. სინამდვილეში, წლევანდელი აპრილის დასაწყისიდან რუსეთის საფონდო ბირჟა თითქმის 30%-ით დაეცა. და აი რიცხვი, რომელიც ყველაფერს ნათელს ხდის. რუსული აქციები ახლა დაახლოებით იმავე ნომინალურ დონეზე ვაჭრობს, როგორც 2016 წლის ზაფხულში. თითქმის 10 წლიანი ბაზრის ზრდა უბრალოდ გაქრა. ასე რომ, თუ რუსი ინვესტორი ხარ, ალბათ ძალიან ბედნიერი არ იქნებით. ასე რომ, გონია ლოგიკურია, რომ ოლიგარქები და ელიტები ფულს ქვეყნიდან გააქვთ, მაგრამ ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ისინი ფულს აქციების ბაზრიდან იღებენ და სხვა ქვეყანაში აბანდებენ. აი ბლუმბერგის ანგარიში ამაზე. რუსეთის რამდენიმე უმდიდრესმა ადამიანმა, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულებმა, ბოლო წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარი საზღვარგარეთ გაიტანეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე შეშფოთდნენ. გახმაურებულმა აქტივების დაყადაღებამ კიდევ უფრო გააძლიერა შიში რუსეთის ელიტის წევრებს შორის, რომ სახელმწიფომ შეიძლება მათი ქონება ჩამოართვას, ან მათ შეიძლება სიმდიდრე დაკარგონ. ამის შესახებ საუბრობენ 6 მდიდარი რუსი და სხვა ადამიანები, რომლებიც იცნობენ ქვეყნის რამდენიმე მილიარდერის აზროვნებას. ეხლა თუ თქვენ უყურებდით ჩვენს ვიდეოებს, იცით რომ ეს ისაა, რასაც პუტინი უკვე აკეთებდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში მან დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ქონება ჩამოართვა კერძო რუს მოქალაქეებს. და სწორედ ამიტომ სხვები ამ ყველაფერს უყურებენ და ფიქრობენ, მოიცა, ეკონომიკა ეცემა. ის უკვე სხვა მილიარდერებსაც ართმევს ფულს. ალბათ შემდეგ შემთანაც მოვა. ამიტომ ისინი ნელ-ნელა გააქვთ ფული ქვეყნიდან. და ცოტა ხანში ამასაც გაჩვენებთ. ყოფილი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ამაზე საუბრობს. და ეს არის ადამიანი, რომელმაც პირადად პუტინთან ერთად 4 წელი იმუშავა და შემდეგ პუტინს დაუპირისპირდა. მაგრამ მანამდე, მოდი ფულის კვალს გავყვეთ. მოდით ნახოთ, სად აბანდებენ ამ ოლიგარქები თავიანთ ქონებას. ბლუმბერგის წყაროების მიხედვით, რუსი მილიარდერების პორტფელები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გადაერთო ოქროზე, კრიპტოვალუტაზე, უცხოურ ქონებაზე და კერძო საინვესტიციო ფონდებზე, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაფუძნებულ კერძო კაპიტალის ფონდებზე. ეხლა ამ ბოლო დეტალზე ნამდვილად ღირს ცოტა შეჩერება, რადგან შეერთებულ შტატებში იზრდება ეჭვები, რომ ზოგიერთი რუსი და ჩინელი მილიარდერი თავის კაპიტალს დასალურ კერძო კაპიტალის კომპანიებსა და ვენჩურული კაპიტალის ფონდებში აბანდებს, ისე რომ ეს ფონდები სრულად არ ამხელენ.
საიდან მოდის ეს ფული? და ეს ცოტა რთულია, რადგან ზოგიერთი ასეთი კერძო კაპიტალის კომპანია და ვენჩურული ფონდი აბანდებს ფულს ისეთ კომპანიებსა და ინდუსტრიებში, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სენსიტიურია. ამიტომ ის ფაქტი, რომ ზუსტად არ ვიცით, საიდან მოდის ეს ფული და არც კი ვიცი ეს კონკრეტულად უკანონოა თუ არა, დარწმუნებული ვარ ეს არ არის უკანონო, თუ ეს დიდი კომპანიები ამას აკეთებენ. მაგრამ ის ფაქტი, რომ მათ შეიძლება აბანდებდნენ ფულს ისეთ კომპანიებში, რომელთა შესახებაც არ გვინდა რომ ჩინელმა მილიარდერმა ან რუსმა მილიარდერმა იცოდეს, გარკვეულ კითხვებს აჩენს. რა თქმა უნდა, ეს სხვა ვიდეოს თემა, ასე რომ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ თუ ეს თქვენთვის საინტერესოა, შეიძლება გინდათ უფრო ღრმად გაერკვეთ ამ საკითხში. რუსეთიდან კაპიტალის გადინებას რომ დაუბრუნდეთ, სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ არსებობს კრემლის მხარდამჭერი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც კრემლს უჭერს მხარს, ანუ პროკრემლურია. ეხლა ეს ანალიტიკური ცენტრი რუსეთში შესაძლო საბანკო კრიზისის შესახებ აფრთხილებს. და ეს მნიშვნელოვანია. რადგან თუ კრემლის მხარდამჭერი ადამიანი ამას ამბობს, ალბათ უნდა დაიჯერო, რომ ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე შეიძლება გეგონა. ეხლა ჩვენ გვაქვს ვიდეო რუსი ქალისგან, რომელიც ბანკში მივიდა, რომ თავისი ფული გამოეტანა. არ მინდა გარეგნობით ვიმსჯელო, მაგრამ მილიარდერს ნამდვილად არ გავდა. ის უბრალოდ ჩვეულებრივი რუსი ქალი იყო და მას თავისი ფულის გამოტანის უფლება არ მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საბანკო კრიზისი შეიძლება ბევრად ადრე დაიწყოს, ვიდრე ბევრს გონია. შეხედეთ ამ ვიდეოს. თქვენ, ვისაც დანაზოგი გაქვთ ბანკში, უკვე გქონდათ რაიმე სიურპრიზი ბანკისგან. ჩემო მეგობარმა 20 მილიონი შეიტანა დანაზოგის ანგარიშზე, ოვალთიურად იღებდა შემოსავალს და შემდეგ გადაწყვიტა თანხის გამოტანა. და ბანკი ეუბნება მას. როგორ ფიქრობთ, მოგვაცდით დოკუმენტაციას, საიდან გაქვთ ეს თანხა? მაგრამ ვერ ამტკიცებს, მაგრამ შემოსავალი დეკლარირებული არ იყო. ვერ ადასტურებს. ეხლა გადავიდეთ რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარებზე. მისი სახელია მიხაილ კოშინოვი. 2000 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა თავისი პირველი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, კოშინოვი, ეს კაცი, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. მან ამ პოზიციაზე 4 წელი იმსახურა. ანუ პრაქტიკულად პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. მან პუტინი დააგვირდა, მასთან ერთად მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, პუტინთან ძალიან ახლოს იყო. ეს ნიშნავს, რომ მას პუტინი მსოფლიოს უმეტეს ადამიანზე უკეთ იცნობს, განსაკუთრებით მათზე, ვინც ინტერვიუს მიცემაზე თანახმაა. შემდეგ, როცა პუტინმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დაასრულა, ვეღარ იყრიდა კენც, რადგან იმ დროის რუსეთის კონსტიტუცია ამას არ აძლევდა უფლებას. ამ კაცს სინამდვილეში სურდა ამ პოსტზე კენჭისყრა. მას შემდეგი პრეზიდენტობა უნდოდა, მაგრამ მას ხელი ააღებინეს. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალეს. ამიტომ მან რუსეთში ოპოზიციური პარტია დაარსა. შემდეგ მან პუტინს კიდევ 14 წლის განმავლობაში უპირისპირდებოდა, სანამ 2022 წელს პუტინმა უკრაინაში არ შეიჭრა. სწორედ მაშინ დატოვა მან ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, რადგან ის ხმამაღლა და საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ამ შეჭრას. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც პუტინი აკეთებდა. მან დაინახა რა ხდებოდა იმ ადამიანებთან, ვინც უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდა. ამიტომ წავიდა სხვა ქვეყანაში და ბრძოლა გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში კავშირი ისევ ჰქონდა. როგორც წარმოიდგენთ, რუსეთში ყოფნისას ის უმაღლეს წრეებში ტრიალებდა. ამიტომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ. აი რას ხვება ის იმის შესახებ, რას გრძნობენ რუსი ელიტები. მოусმინე. რას ისმენთ თქვენ? ანუ რას ამბობენ ადამიანები რუსეთში? იცით რას გეუბნებიან ისინი? თავს დაზარალებულად გრძნობენ, დემორალიზებულად. აგვიხსენით როგორი განწყობაა? შიში. სრული შიში. ყველა აქტივისტისთვის სრული შიში. მათ არ შეუძლიათ იცით უბრალოდ გააკრიტიკონ მთავრობა. შეგიძლია მიიღო 6, 8 ან 10 წელი, ან 25 მაგალითად, მე უკვე ტერორისტების სიაში შემიყვანეს. ნახე. ხო, და ამიტომაც თუ დაუბრუნდები უბრალოდ სამუდამო პატიმრობას მომისჯიან, იმიტომ რომ ისინი ელიან რომ მე შევცვლი მთავრობას და უძღვები ამას არ ამემსგავს, ხო. მაგრამ შიში ელიტებშიც არის, მიხეილ. იგივე შიშია, ხალხს გაქცევა არ შეუძლია. ისინი ხვდებიან, რომ ძევლებივით არიან ყველა ის მინისტრი და დაბალ დონეზე მყოფებიც. ისინი ემსახურებიან პუტინს მხოლოდ იმიტომ, რომ გადარჩენა სჭირდებათ. მაგრამ ყველა ოცნებობს ომის შეწყვეტაზე, რადგან ხვდებიან, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია. დიახ, ადამიანური დანაკარგი, ადამიანური ტკივილი, რაც რუსეთს დაატყდა თავს. მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრძნობენ ზოგიერთი ოჯახი და დედები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ, რაც ბოლო დროს მომისმენია. ასე რომ ნამდვილად გირჩევთ, ნახოთ. სულ რაღაც 10 წუთი გრძელდება, ასე რომ ძალიან გრძელი არ არის. ელი არ არის. ეს ინტერვიუ CNN-ზეა. უბრალოდ მოძებნეთ CNN, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ან ყოფილი რუსეთის პრემიერ-მინისტრი. იპოვით YouTube-ზე. მაგრამ ინტერვიუს შემდეგ ნაწილში ის ასევე საუბრობს, როგორი ადამიანია პუტინი პირადად. როგორი იყო ის პრეზიდენტობის ადრეულ წლებში და როგორი არის ახლა. მოусმინეთ, რადგან ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო ანალიზია. და მათ გადაწყვიტეს და პუტინმაც გადაწყვიტა უბრალოდ დაეხუჭა თვალი და არ გაეკრიტიკებინა პრეზიდენტი ბუში ამაზე. და პუტინი ფიქრობდა, რომ ეს იყო ჩუმი შეთანხმება.
ის საერთაშორისო სამართალს ისე განმარტავს, როგორც უნდა, მაგრამ ამავდროულად არ აკრიტიკებს და არ უქმნის პრობლემებს ბუშ ერატის გამო. როგორ აღწერდით მას ამჟამად? ეხლა ის ნამდვილი კგბ-ს კაცია. ადრე, ჩემს დროს, პრეზიდენტ ელცინს თავს აჩვენებდა, ასევე მე და ჩემს თანამოაზრეებს პარლამენტში. როცა ყველანი უჯერდით მხარს, როგორც ადამიანს, რომელიც დემოკრატიულ ცვლილებებს ემსახურებოდა. მაგრამ მოგვიანებით მან ეს დაკარგა. ის თითქოს დემოკრატიულ ადამიანად წარმოაჩენდა თავს და ასე ჩანდა კიდეც. ეხლა ის ნამდვილი კაცია, ამით ვიტყოდი არასწორი მსოფლმხედველობით. ნარცისული, იცით, გრანდიოზული წარმოდგენები საკუთარ თავზე და იმაზე თუ სად ხედავს თავს ისტორიაში. თქვენ რას ფიქრობთ? შეინარჩუნოს ძალაუფლება. არ შეინარჩუნოს პირადი ძალაუფლება. ეს ერთადერთი მიზეზია. შეინარჩუნოს პირადი ძალაუფლება. უბრალოდ არ შექმნას ახალი საბჭოთა კავშირი. არა, ეს არ არის ქვეყნის ისტორია და არც მომავალი. ამიტომ ზოგჯერ დასავლეთის ხალხი და ლიდერები იღებენ გადაწყვეტილებებს, ისინი ფიქრობენ, რომ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის. ის ამაზე გუგრილია. ის საკუთარ თავზე ფიქრობს, რას გააკეთებს დღეს და შეიძლება ხვალ, მაგრამ არა ზეგ. ეხლა, მხოლოდ რუსეთის ელიტა არ არის შეშინებული. პუტინიც კი შეშინებულია, რადგან უკრაინული მკვლელთა ჯგუფები მოქმედებენ რუსეთის შიგნით და ისინი ძალიან ხშირად წარმატებით ასრულებენ მისიებს. სულ ახლახან, რა გააკეთეს. ნახეთ ეს რეპორტაჟი. რუსეთის ომის ერთ-ერთი არქიტექტორი ნეიტრალიზებულია. უკრაინული წყაროების მიხედვით ანდრეი ტისარავი, რომელიც იყო უფროსი ავიამძრავების ინჟინერი UEC კუზნეცოვში, სამარაში ლიკვიდირებულია. UEC ავითარებს და ძრავებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს რუსეთის Tu-85-ისა და Tu-22-ის სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის. ეს ისევე თვითმფრინავებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ უთვალავ სარაკეტო დარტყმებზე. მოხსენებების მიხედვით, ოპერაცია ჩაატარა აქამდე უცნობმა მოხალისეთა დანაყოფმა, ბუდანოვის რაზმებმა. როგორც ჯგუფმა განაცხადა, ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე, ყველა, ვინც ხელს უწყობს რუსეთის ოკუპაციური არმიის დანაშაულებს, პასუხს აგებს სამართლის წინაშე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყოველი რუსული დანაშაული დოკუმენტირებულია და პასუხისგებელ პირებს მიეწერათ. საკადრისი პასუხი გარდაუვალია. ეხლა, ამ მკვლელობის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს და ის ძალიან ძიმეა. ამიტომ ჩვენ ამას არფზე არ გავაშუქებთ. არც სხვაგან დავაშუქებთ. ვნანობ, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი ვნახე. ამიტომ არ გირჩევთ, რომ ეძებოთ და ნახოთ ეს ვიდეო. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს Basics Insider-ის წევრებისთვის თავაზობთ ექსკლუზიურ ანალიზ ვეტერანებისგან, როგორიცაა Chuck Farry, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა ხდება რუსეთის შიგნით. თუ გსურთ გახდეთ წევრი, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ქვემოთ არსებულ ღილაკზე, ან ეწვიოთ webგვერდს basicsinsider.com. თქვენ მხარს უჭერთ არხს, მაგრამ ამასთან ერთად ყოველდღიურად იღებთ ექსკლუზიურ ვიდეოებს. ასე რომ გთავაზობთ ამ მონარიდს ჩვენი ბოლო ანალიზიდან, რომელიც ჩავატარეთ Chuck Farry-თან ერთად. მოусმინეთ. T-90 ტანკი. ეს რუსეთიდან ერთ-ერთი უკეთესი ტანკია. ეს ადრეული ვერსია, მგონი M ვარიანტი არ არის. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ისინი ისრიან. შეგიძლიათ დაინახოთ მეთაური ზევით, ის ლუკიდან არის გადმოწეული. ისინი როგორც ხედავთ, აქეთ-იქით მოძრაობენ. ეხლა კიდევ ერთ გასროლას გააკეთებენ. და ეხლა ანტიტანკური ნაღმის მოქმედებას ვნახავთ. გზაზე გადადის. ისიც. კარგი, და ხედავთ ამ დამახასიათებელ ცეცხლის ელვარებას. იმ ტანკის იატაკზე ჯურვების კარუსელია. და თითოეულ ჯურს აქვს ერთი ან ორი თომარა სასროლი მუხტის ფუნილით. ისინი უბრალოდ ასეთ ტომრებშია, ადრე აბრეშუმის იყო, ეხლა კი ნაილონის. ასე რომ ჯერ ჯურს დენით, შემდეგ კი ამ ფუნილის ტომრებს, ეს არ არის ფუნილი თავისუფალ მდგომარეობაში, არამედ იმ პაკეტებშია. და ეს დიზაინი ნაკლია ყველა იმ რუსული ტანკისთვის. 50-იან წლებში მათ გადაწყვიტეს შეძლებდნენ უფრო პატარა და დაბალ ტანკების აშენებას, თუ დამტვირთველს ამოიღებდნენ. ამიტომ ეკიპაჟში მხოლოდ 3 ადამიანია: მანქანის მეთაური, მძღოლი და მსროლელი. ამერიკულ ტანკში შენ არ დგახარ საბრძოლო მასალაზე. ის შენს უკანაა, სპეციალურ განყოფილებაში და არის აფეთქებისგან დამცავი გარგარი. და ყოველ ჯერზე, როცა გინდა დატენო, ადამიანი იღებს ჯურს, ტრიალდება და ამყოფებს მას სავაზნეში. და აშშ ძირითადად იხენებს ჯურებს, რომლებიც დიდ ტყვიებს ჰგავს. ასე რომ წამყვანი ნივთიერება იცი, დიდ მასრაშია მოთავსებული, ხომასია. ასე რომ უკანა მხარეს თითბერია, წვეტიანი, ბოლო კი წინა მხარეს. მაგრამ ეს ყოველდღე ხდება.
და ხედავ, რამდენად მჭიდროდ არის დანახმული, ხომასია. ასე რომ შეცდომა ალბათ ის იყო, რომ გზაზე გადავიდა. გიჟურია. ეს ასევე გვიჩვენებს, როგორ ექცევიან ჯარისკაცებს? როგორც ჩანს, როგორ აფასებენ ჯარისკაცის სიცოცხლეს. არც აფეთქებისგან დამცავი კარი და არც დაცული განყოფილება. ხო, და არაფერს აკეთებენ ამის გამოსასწორებლად. იცი, ეხლა აქვთ 14 არმატა, მაგრამ იცი, მხოლოდ რამდენიმე აღლუმზე გაუშვეს, ერთზე კი გაფუჭდა. ალბათ 20-ზე ნაკლებია ესეთი და ისინი ჯერ მზად არ არიან ფართო გამოყენებისთვის. მათ აქვთ ეკიპაჟის განყოფილება, სადაც 3 ადამიანია და ის სრულიად იზოლირებულია იარაღისგან. ყველაფერი უკანა ნაწილშია, მუშაობს. იცი, ღილაკზე დაჭერით იმართება, რაც ძალიან მაგარია თუ ელექტროენერგია არ გაგითიშდება. და მე თითქოს ვიდეო არკადაში ხარ და მონეტები აღარ გაქვს. ასე რომ კარგი. ეს ისა, რაზეც გაფრთხილებდი. კარგი, ხედავ მის წითელ საიდენტიფიკაციო ნიშნებს? ხო, კარგი. გააგრძელე, შეიძლება ეს ვეღარ დაივიწყო. მგონი ეგ ვერ შეძლება ჩვენა. კაცო. ესეც ბოლოდროინდელი კადრია. წინა უფრო ძველი იყო. ნაღმები ისევ დიდ როლს თამაშობენ. დიახ, ასეა. და ძალიან ხშირად იცით, ძიმე ტვირთის დრონები ჩამოაგდებენ ნაღმებს. ან ზოგჯერ არც კი აგდებენ, უბრალოდ ადგილზევე აყენებენ. და აკეთებთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ანტიტანკური ნაღმების აღება და სერიოზულად ვამბობ, ირებთ ქაღალდის მასას და ზემოდან ერთ გროვა დადებთ და აყრით მიწას, ტოტებს და ქვებს. იცით, სტიროფორის ქვებს. და ამას კიდევ ერთხელ გაიგონებთ ჩემგან. ანუ, ასე ხდება რუსული დანაკარგების 95% ზუსტად ასე. ეს არის დრონი, არა შაშხანის ცეცხლი. ირიბი ცეცხლის იარაღები, ნაღმტყორცნები, არტილერია. ეს არის დრონები. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს. მაგრამ თუ შენს დედას რუსეთში წერილი მიუვარო მოკდი, შენ ასე უბრალოდ წახვედი. სევდიანია, ანუ ომი საშინელება. მაგრამ ამ ბიჭებს შეუძლიათ დაასრულონ ეს. უბრალოდ სახლში დაბრუნდნენ. გულისხმობ, ისინი ჩივიან ამაზე. ნახე? პასკალი დღეს ომზე ჩიოდა. მოისმინე, ეგ სწორია. იცი, ორი სუბიექტია, რომელიც ამ ომს ვერ გადაიტანს. იცი, თუ ისინი წააგებენ, უკრაინა ვერ წააგებს, იმიტომ რომ ისინი იქნებიან. იცი, შეგიძლია წარმოიდგინო რუსული წყალობა. მაგრამ მეორე, ვინც ვერ წააგებს, არის პუტინი. ეს მისი იდეა იყო. ეს იყო მისი დიდი სვლა კაცო. და ახლა თავად ინკის შედეგებს. კარგი, შემდეგი არის ბრძოლა თხრილების სისტემაში. ანუ ბრძოლა თხრილში. მოკლედ, ისევ, აქაც ხავს. შეგიძლია უბრალოდ გაუშვო მგონი. აქ ინგლისურად მოსაუბრეებიც ყავს. კიდევ ერთი ვიდეოა, სადაც ყველა ინგლისურად მოსაუბრეა და კონტაქტი უფრო ხანგრძლივია. სხვათა შორის 2026 წელი. ეს 2026 წელია. კარგი, ასე რომ კონტაქტი გქონდა. ის ბიჭი სინამდვილეში სწორად იქცეოდა. არ გინდა კედელზე ირო. გინდა რომ კედლიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრით მოშორებით იყო, რადგან თუ ტყვია მას მოხდება, ის ბილიარდის ბუთივით არ აიხდება. ის კედელზე ჩავა. როცა ტყვია კედელს მოხდება, ის კედლიდან დაახლოებით 10 დუიმის მოშორებით ჩავა ქვემოთ. მე იმ ბოძის უკან ცოტა უფრო შევიფარებოდი. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ მიყვარს, როცა მოვლენების შემდეგ მსჯელობ და ბზიჭები ესეთ სიტუაციაში არიან. იცით, ეს არ მომწონს. უბრალოდ ასეა. ასე რომ პროფესიონალურ რჩევებს მოგცემთ. ჯერა რომ ეს ბიჭი ამაში დაიჭრა და მგონია ტყვია მის ჩაფხუts მოხდა, რაც მანიშნებს, დიახ, შეგიძლიათ ნახოთ როგორ მოხდა კედელსიკ. ვიღაცა თავში უმიზნებდა, ასე რომ ისინი იქ ქვემოთ იყვნენ. ეხლა უნდა გადაინაცვლო, ისინი იქ ქვემოთ იყვნენ განლაგებულები. ფანჯარას მე ვაკონტროლებ. ვცდილობ გავიგო, სად არიან ცუდი ბიჭები, რა ხდება. ვინც ეს თხრილი გააკეთა, სწორად გააკეთა. მაგრამ იცი, ვფიქრობ, ეს ალბათ უკრაინული თხრილია. ეს უკრაინული თხრილია. რუსები ცდილობენ შტურმით აიღონ იგი. ისინი შევიდნენ შიგნით. და იცი, ერთი რჩევა. მე არ თამაშობ იმ პირველ პირში მსროლელ თამაშებს, მაგრამ არასდროს გაგზავნო კაცი იქ, სადაც შეგიძლია ხელკუმბარა გაგზავნო. კარგი. და როცა ეტრი გეპარება, ცუდი ბიჭები ყველანი იქ არიან. ასე რომ თუ ხელკუმბარა გაქვს, უბრალოდ ისროლე.
თვითონ გაუმკლავდნენ მაგას. სად არის ის? კარგი, მშვენიერია. როცა ეს როლი აკავი, იქ ქვემოთ. სუსტად იქ, ჯანდაბა კი. უკაცრავად, შეგიძლია. მაკოცო. მე? ერთ-ერთი რამ, რაც ამაში მომწონს სემ, ისაა, რომ ბრძოლაში ყველაზე რთული საქმეა გაიგო, რა ხდება. გულისხმობ, ეს ვიდეო თამაში არ არის. შენ არ იცი, სად არიან ცუდი ბიჭები. იცი, ეს უფრო ესეთია, ვიდრე ფილმებშია. ფიქრობ, კარგი, რა ჯანდაბა ხდება. ეხლა ყავს ბიჭი, რომელიც დაშავებულია.